კოლაგენაზე, რომელიც როგორც აღინიშნა, შლის შემაერთებელ ქსოვილს და ხელს უწყობს უჯრედებს, რომ გამოვიდნენ. ნუ საერთოდ ამას სკალპელით ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ვინაიდან ახლა სკალპელი არ აქვს ჩაუბრალოდ პინცეტით და მაგრატით. არაფერი განსაკუთრებული, ქსოვილი უნდა დაიჭრას სასურველია წვრილად. ჩაიდოს შემდეგ ამ ენზიმიან ხსნარში და დავტოვებ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. 30 საერთოდ მე უფრო ნაკლებ ხანს ტოვებ ხოლმე, მაგრამ მე მაქვს მაშინ მაგ შემთხვევაში მაქვს საშუალება, რომ კარგად მოვახდინო ქსოვილის ჰომოგენიზაციას სამწუხაროდ ამის საშუალება არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ სტერილობა არ გვჭირდება, იმიტომ რომ არ ვაპირებთ ამ უჯრედების კულტივირებას, თუ ასეთი რამე ასეთია, რა თქმა უნდა ეს პროცედურაც ბოქსში უნდა გაკეთდეს. შეიძლება ჩავხსოვდეთ, რომ პასპორტი ასკეთის პიპეტი არის ძალიან კარგი მონავური. თავის დროზე იყო, როცა პასტერმა გააკეთა, ეს იყო მინა, რომელსაც ბალონი ჰქონდა მიმაგრებული, მაგრამ ეხლა მოგეხსენებათ ტექნიკის წინწასვლასთან დაკავშირებით. არის პლასტმასის პოლიეთილენის, რომელსაც არ გვჭირდება. მაგრამ მაინც ზუსტი არ არის, მაგრამ არ გვჭირდება განსაკუთრებული სიზუსტე. უბრალოდ ძალიან მოსახერხებელია ისეთ შემთხვევაში, როცა საქმე გაქვს მცირე რაოდენობას, სადაც 3-4 მილilitrამდე. რო გაცილების სწრაფია, ვიდრე აი ეს ამწოვიანი, რომ აზიო ჩამოწვა. აჰა, მორჩი ახლა ჩვენ შევხვდეთ დავიწყოთ საათი. არის 20 წუთი, სადაც 3 საათამდე დავხვდეთ სამწუხაროდ. შემოგვიყვება პერიოდულად მოვანჭრეთ. რამდენი გრადუსი? 27 გრადუსი. საერთოდ ინკუბაცია ბიოლოგიურ სისტემაში ინკუბაციისთვის გამოიყენება 37 გრადუსი. ნუ გარკვეულ შემთხვევაში სხვა, მაგრამ არა უმეტეს 37 საერთოდ რომ მოგეხსენებათ, წორების შემთხვევაში შემდეგ ცილების კოაგულაცია ხდება და ამიტომ თავის ტემპერატურა ოდნავ მაღალია ვიდრე ადამიანის. 36-6 არა, ცოტა მაღალია. უბრალოდ არის რამე, მაგრამ მაინც ოღონდ არც ისე მაღალი, რომ ხალხო 40 გრადუსზე და 25-ზე შედგა ეს ნამდვილად სუდარი მოხდეს. 50-იანი? არა, უშავს.